როგორ უმკლავდები დაბრკოლებებს და რას აკეთებ იმისათვის რომ ფარხმალს არ გეშინია დაბრკოლებების? ალბათ რავი დაბრკოლებები რომ ხდება ძალიან ისე უყურებ რა. აი ეხა დაბრკოლება ამ მომენტში თორე ერთი წლის მერე რომ გადმოვხედო ეს არაფერი არ იქნება ანუ რა. იმიტომ რომ ყველა დაბრკოლება რასაც ვაკეთებ და ჩელენჯებს რასაც ვაკეთებ რეალურად იმ მომენტში იმ პერიოდში რაღაცა 2 დღე 3 დღე 1 თვეა ის რთული. თორე მაგის მერე რომ უყურებ ხოლმე და ის პირიქით ანუ იგი мотивაციას მაგრამ რა მაგარი რაღაც გავაკეთე ან რაღაც ის გავაკეთე ეს შევძელი და ამიტომაც აი არაკომფორტულ მდგომარეობაში ხშირად რო ვარდები ანუ მაგას შეჩვევი რა და მე ცხოვრებაში გიმარტივდება ყველანაირი აი ეხლა მე ხო სპეციალურად ვაკეთებ ეს არაკომფორტულ და დისკომფორტში მივიდივარ და მე ცხოვრებაში ისედაც გიქმნის ეგეთ რამეს რა ანუ ისედაც დაგახვედრებს წინ რაღაც სირთულეს და ანუ უკვე შეიმში მიჩვეული ხარ ამ რაღაცებს მე მარტივად უკვე პრობლემას აღარ უყურებ რა უყურებ როგორც გამოწვევას რომ აი ეს გამოწვევა ამ პერიოდში მაგრამ გაივლის რა რაც არ კლავს გაძლიერებს კი და ამ კითხვის მთელი ვიტამინები რატომაც გვინდოდა რომ ეს კითხვა პირველივე დაგვესვა ზუსტად იმის გამო რომ ბავშვები გიყურებენ თინეიჯერებმა მით უმეტეს მინდა მოისმინონ რომ თუ რაღაც დაბრკოლება გაჩნდა ცხოვრებაში ის არ ნიშნავს დასასრულს და ის არ არის წერტილი პირიქით კი ანუ ეგრე და რომ გიგისგან მოესმინოთ